რავი, მე ეს მიყვარს, მაგრამ ერთი ცუდი სიტყვა და რავი, თუ დაადეთ მე თუ გინდა. ძველია, ძველი. მიხო პაპაზე, კაი. ახურ ანეკდოტში ცუდი სიტყვა მე არ გამიგია რა. როგორ აბა. ხო, ცოტა ლამაზი. მე არ გამიგია და. ბილებულად, რა ვქნა, ახლა ანეკდოტია ჩემი გონი ხო რა. ძველია, წვერებიანი ანეკდოტი. აი, მოყევი. მიხო პაპა ჩამოდის გოროდში, ქალაქში რა. პირველად არის, ამ დიდ ქალაქში, თბილის ქალაქში. შელამას ქალაქში. რა ვიცი, კაცო, რა დაემართა ხა ინერვიულად თუ რამე ჭამა გზაში და ცოტა დისკომფორტი აქვს რა მუსელში, რა ქნას, ტუალეტსა ვერ აპოულობს ეს საწყარი. აუ, ცუდად არის უკვე რა, ფერი გადაზდის, გადმოსდის. რაღაცა ნახა იქ მოედანზე რაღაცა ბუჩქი მოდის თქვენთან მიჯდა და დაადგა მილიცია იყო მაშინ. ახ, რა საკეთებ თუ აქ? ეს როგორ შეიძლება? თქვენ დაჯარმირებული ხართ 20 ლარი უნდა გადაიბო 20 მანეთი, მაშინ მანეთები. შვილო. ან მამა არ ყავსო, ან ბიძა არ ყავს, ან შვილი მოხუცი კაცი ვარ, ასე დავემართავ და მაპატია ახლა. ამ მან გაიგიჟა თავი, საზიზღარი ეს, ყრუმსახი და წაართვა კაროჩე ეს 20 მანეთი. წავიდა იქვე რაღაცა სახინკლე იყო ჩაძურა ეს თან მარტო კაცი ჭამაში აწროწოდვა არ იცოდა მაგარ ძმაკაცისთვის მაინც დაეწაღა ვინც ყავთვის რო გასკდა იმ ხინკლებით ხინკალი შეუკვეთა პივა არაყი ზის და ემი ხო მივიდა მიყვარა აინტერესებს იმ თავის ნაცოდვილ 20 მანეთს სად დახარჯამს ესა და ინტერესებს ჯო შილო მაიხედი აქეთა უკაცრავა თქვენთანა და აი მე რო არ შერა უნდა გეჭამა ალალი იყოს ეგრე მითხრა მიიღო თავისი